არიან ადამიანები, რომელთა არსებობაც გათბობს, გაბედნიერებს და სულს გიფერადებს. ასეთ ადამიანებს შორის ალბათ ზურაგომელაური ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს. მისი მხატვრობა სიმშვიდისა და ჰარმონიისკენ მიგაქანებს და თუ ერთხელ მაინც მოგეცემა საშუალება, ზურას შეხვდე და მასთან რამდენიმე წუთით მაინც გაისაუბრო, წარუშლელი კვალი გრჩება გულსა და გონებაში. შეუძლებელია უყურო მის ნახატებს და არ მოგინდეს იცნობდე ფერთა ჰარმონიის ავტორს. ხატვის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ალბათ ამიტომაც არის მისი ნახატები ასეთი განსაკუთრებული და საყვარელი, არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. უამრავი ცნობილი ადამიანის, ჰოლივუდის ვარსკვლავისა თუ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის სახლში შეხვდებით მის ნამუშევრებს. ალ პაჩინო, ალენ დელონი, სლავა ზაიცევი და თავის დროზე თეთრ სახლში მოსაწვევებზე მისი ნამუშევარი დაბეჭდეს. ზურას განსაკუთრებულობა მის თავმდაბლობასა და სამშობლოს უზომო სიყვარულშია. სამშობლო არის ჩემი ეკლესია, მართლმადიდებლობაა სამშობლო, არის ღირსეული სამღვდელო დასი, ბერები, ეს არის სამშობლო, ვინც ჩვენზე ლოცულობენ. ჩვენი გზა გადის მშვიდობის გზაზე, სიყვარულის გზაზე უფლისადმი და უფლის წყალობით ერთადერთ რამეს თუ ჩვენ უნდა გამოვგლიჯოთ სამშობლო, ქვეყნის ვისაც ქვეყანას არეულობა უნდა, ვისაც ქვეყნის მტრობა უნდა, ვისაც ქვეყნის დაშლა და დანაწევრება უნდა პირდაპირ. პატრიარქის რჩეულ მხატვრად რომ იხსენიებერიდება. თუმცა ფაქტია, რომ უწმინდესის სიყვარულსა და ყურადღებას მუდმივად იმსახურებს. რჩევებიც მიუღია და ქებაც მისი უწმინდესობისგან. რჩევაც მოუწია და უთქვია კიდეც როგორ ჯობია, რა ჯობია. რა თქმა უნდა, უწმინდესის სიტყვა ეს არის პირველი. რამდენიმე ნამუშევარზე შემაქო. რომ კარგი არისო, ესო როგორ მომწონსო და ძალიან მიხარია. რამდენიმე ერთი სურათი იყო სხვათა შორის ბოლოს ერთხელ ბოლოს სიცოცხლის ხე დავხატე. მითხრა რომ ძალიან კარგია. არ უყვარს საკუთარ თავზე და მის წარმატებებზე საუბარი. მისთვის მთავარი არა ქება, არამედ ადამიანების მხრიდან წამოსული სიყვარულის შეგრძნება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები მსოფლიო ვარსკვლავების გულს იპყრობს, მისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თანამოქალაქეების სიყვარულია. ყველაზე ბედნიერი მაშინაა, როცა ქართველების გულს ახარებს. როგორც ნახე კიდეც ეს ალ პაჩინოს, ეს არის ვანესა რედგრეევი და ბევრს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემ სამშობლოში, აი ჩვეულებრივ ჩვენ მე ყველაზე ბოლო ვარ, მაგრამ ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს რომ კედელზე ვიცი რომ აქვთ და ეს არის ყველაზე ფასეული ჩემთვის და არა ის რომ უცხოელებს აქვთ და ან ვინმე ცნობად სახელ. ბავშვობიდან ხატავს და ამ საქმეს მისი ცხოვრება მთლიანად მიუძღვნა. ხატავს როცა ბედნიერია, დილით ადრე. თვლის რომ მთავარია ხატო ისე, რომ ფერები არ აჩხუბო. ყველაფერს თავისებურად ხედავს და აღიქვამს. ჩემი ფიქრი არის რომ ფერები უნდა იყოს თბილი. აი საერთოდ ფერწერა არის სეირნობა. აი კარგ ნამუშევარს როცა შეხედავ, უნდა გასეირნოს ლამაზ სამყაროში ნამუშევარმა. ამიტომ ეს უნდა იყოს ძალიან კეთილგანწყობილი, თბილი ტონები, უნდა იყოს აუცილებლად კეთილგანწყობილი, არ უნდა ჩხუბობდნენ მე საღებავებიც ჩხუბობენ სხვათა შორის. მე უნდა ვიყო კარგ განწყობაზე, გარშემო ადამიანები უნდა იყვნენ ჩემ გარშემო, ვინც არიან და საერთოდ ქვეყანაში უნდა იყოს ნორმალური მდგომარეობა, რომ მე ვიმუშაო, მოქმედებს ჩემზეც. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახატების შესაძენად უამრავი ადამიანი მოდის, მაინც ყველაზე ბედნიერი მაშინ არის, როცა ნახატებს გააჩუქებს და ადამიანებს სიხარულს ანიჭებს. ღმერთი მისთვის მთავარი ძალაა. სამშობლოს შეუცვლელი საუნჯე, რომელზეც მუდამ წუხს დაედარდება. თვლის რომ სიმშვიდე ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქვეყანას და ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა გადაგვარჩენს. ოჯახშიც ისეთივე განსაკუთრებული თბილი და მოსიყვარულეა, როგორც საქმეში. შეუძლებელია
ერთი შეხედვით არ იგრძნო მის სახელოსნოში შესულმა, სიყვარულისა და ჰარმონიის სურნელი. კარგი მეუღლე და კარგი მამაა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსი მისთვის უკვე კირას ბაბუობაა. მოქანდაკე მეუღლესთან ერთად წლებია აგურ-აგურ აშენებს ერთადერთი ქალიშვილის, სალომე გომელაურის ჯადოსნურ სამყაროს და შეძლეს კიდეც. სალომეს ვანებივრებდით, ბევრი თქვათ თიკო ასწავლიდა ძერწვას, მე ხატვას, ანუ გიყურებდა აქ ცხოვრობს და ეხა თავის დედას და მამას რასაც უყურებს ეგ არის. სალომე მე ძალიან ის აღმოჩნდა შრომის მოყვარეს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია რომ უყურებ, არ ჩერდება. კირა რომ იღვიძებს არის კირას გვერდზე სულ და აი კირა როცა ესე იგი იძინებს რო დაიძინებს მაშინ ესე დააღლილი რაღაცებს აკეთებს ხოლმე და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩემი შვილი აღმოჩნდა საუკეთესო დედა. სალომეს ბავშვობიდან ზღაპრულ გარემოში ზრდიდნენ. ამიტომაც არის ალბათ რომ ხელოვნება მისთვისაც ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ტანსაცმლის დიზაინერობას ახლა უკვე მინანქარი შეუთავსა და ყველაზე ფერად ჯადოსნურ სამკაულებს ქმნის. ერთი შეხედვით ეტყობა ავტორის ბუნება და შინაგანი სამყარო. ხშირად მამის ნამუშევრებიც ხდება მისთვის ინსპირაცია. წინ უამრავი გეგმა აქვს. ახლა საიდუმლოდ გაგვემხილა რომ ერთ-ერთ ქართული ცეკვის ანსამბლთან ერთად კოსტიუმებზე მუშაობს და მალე დიდი სცენიდანაც ამაყად გამოანათებს სალომეს განსაკუთრებულობა. ისტორიაშიც ალბათ ასე დარჩება. ქართულ ცეკვაში შერწყმული სინაზე და კიდევ უფრო მეტი დახვეწილობა. ყოველთვის როდესაც მამა ხატავდა, მე ამ ყველაფერს უყურებდი, მომწონდა ეს ფერები იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგ უკვე გაჩნდა მუზა, გაჩნდა ფანტაზია, განვითარდა უფრო ჩემი ესე იგი შემოქმედებითი ბუნება და მეც ავირჩიე ხელოვნება. როგორც ყველა გოგონას, მეც ძალიან მიყვარდა ლამაზი კაბები ბავშვობაში და პატარა წიგნაკში ჩემ ესკიზებს გამოსახავდი ხოლმე. დაინტერესდი სამკაულით. არ მინდოდა რომ სამოსი ყოფილიყო ესეთი უბრალო და სადა, მინდოდა რომ დამშვენებული ყოფილიყო სხვადასხვა ფერადი სამკაულებით. რა თქმა უნდა, მამის გავლენა არის ფერებში. სურას იმდენად დატვირთული და ფერადოვანი ნამუშევრები აქვს, რომ ჩემზეც ამან დიდი გავლენა იქონია. ბავშვობიდან ჯადოსნურ გარემოში ცხოვრებამ სალომე ჯადოსნური ზღაპრის გმირად აქცია. თუმცა ალბათ ყველაზე დიდი ზღაპარი კირას დაბადების შემდეგ დაიწყო. დედობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ იქცა და ბედნიერი და გაბრწყინებულიც სწორედ კირას გვერდით არის. კირას დაბადების შემდეგ შეიცვალა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. ადრე თუ ცხოვრობდი მხოლოდ ხელოვნებისთვის, ახლა მხოლოდ კირასთვის ცხოვრობ და ეს ხელოვნებაც იქნება კირასთვის, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ჩემ ნამუშევრებზეც იქონია გავლენა, იმიტომ რომ კირამ ბევრი სიხარული შემატა ჩემ ცხოვრებას. ჩემი ბავშვობა იყო ძალიან საინტერესო და ალბათ პატარა ბავშვისთვის ესეთი საოცნებო გარემო. მე მქონდა ბედნიერება ხელოვანებთან, რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩამოდიოდნენ და აი რამდენიმე დღით რო იყვნენ საქართველოში, აუცილებლად ისე არ წავიდოდნენ, რომ ზურას ნამუშევრები არ დაეთვალიერებინათ. პასუხისგებლობა იყო ჩემთვის ძალიან დიდი. მაშინ მე ვაცნობიერებდი, რომ ეს იყო აი ძალიან დიდი ესთეტიკა ჩამომიყალიბდა შინაგანი, აი ჩაცმულობის კუთხით, ეტიკეტის კუთხით, როგორ უნდა მოქცეულიყავი ამ ადამიანებთან და ეს ძალიან მეხმარება კირას აღზრდაში, რომ მინდა რომ ისიც კულტურულ გარემოში გაიზარდოს, მინდა რომ მან იცოდეს ფასი, როგორები არიან მსახიობები, როგორები არიან მომღერლები და რის ფასად მიაღწიეს მათ აი ამ როგორი დიდი შრომის ფასად მიაღწიეს ამ წარმატებას. ზურას შვილობა განსაკუთრებულ ბედნიერებასთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა აუგვითხრა. ზურა განსაკუთრებული მამა იყო, ახლა კი განსაკუთრებული ბაბუაა. ყველაფერი ახლა კირას გარშემო ტრიალებს. დილას რო ვდგებით, ეს არის აუცილებელი, ესე იგი თვითონ დააწესა კირამ, რომ დილას რო ჩამოდის, აი თეატრი აგერ ჩანს და რო გავაკეთე, ესეთი ის გვაქვს, რა ქვია, აი ზარი გვაქვს ესეთი. დავრეკავთ ხოლმე რომ გამორთეთ მობილურები. იმიტომ რომ სმერელმა უნდა გამორთოს მობილურები თეატრში. ვიწყებთ თამაშს, აგზიან თოჯინები, თიკო, სალომე, მოკლედ მთელი ამი კონცერტი გვაქვს რა დილას. მე არის რომ უნდა ხატოთ.
მერი არის ზერწვა უკვე თიკო ის არის და სალომეს ხო მოკლედ მთელი დღე არის ესა დატვირთული პროგრამა. კირასთვის ბაბუასთან ერთად ხატვა ყველაზე კარგი გასართობია და ისევე როგორც სალომე, კირაც სულ პატარაობიდან ჯადოსნურის სამყაროს გმირი გახდა. სიყვარულით სავსე ფერადი სახლი მისთვის ყველაზე მშვიდი და ბედნიერი ადგილია. ხელოვნებას პატარაობიდან აზიარეს და მულტფილმებიდან გადმოსულ ზღაპარში ზურა გომელაურის მთავარ გმირად იქცა.